არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ჯერჯერობით მათ ცხოვრებაში არ დგას საუკეთესო მომენტი იმისთვის, რომ ნამდვილი ცხოვრება დაიწყონ. საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ, ნაბიჯი გადადგან და მოქმედება დაიწყონ. თუმცა მთელი ტრაგიკულობა ამბისა არის სწორედ იმაში, რომ ადამიანებს თავის ცხოვრება მოლოდინში ხელიდან ეცლება. დინო ბუცატის თათრების უდაბნო არის წიგნი, სწორედ რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იტალიური ლიტერატურის და არა მარტო იტალიური, არამედ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, სწორედ ასეთი მოლოდინის ტრაგიკულობაზეა და იმ სინანულზე, რომელიც შეიძლება ადამიანთან ცხოვრების ბოლოს მოვიდეს იმის გაცნობიერებით, რომ მან ცხოვრება უბრალოდ მოლოდინში და უმოქმედობაში გალია. ეს არის ამბავი ახალგაზრდა კაცზე, ოფიცერზე, რომელიც ინიშნება ციხესიმაგრეში, შორეულ ციხესიმაგრეში, ქალაქიდან მოშორებით სასაზღვრო ადგილას, რომელიც ესაზღვრება უდაბნოს, საიდანაც ელოდებიან ტბის, თათრების შემოსევას და ამ ციხესიმაგრის დანიშნულებაა, რომ დაიცვას ქალაქი ამ შემოსევისგან. და ჯოვანი დროგოც მსახურობს ამ ციხესიმაგრეში, ბასტიანის ციხესიმაგრეში და ის ელოდება მტრის გამოჩენას იმ იმედით, რომ მოახდენს ბოლო-ბოლოს საკუთარი სახელის და დიდების მოპოვებას ამ ბრძოლაში და თulis რომ აქვს იმედი, რომ გმირის შარავანდედით მოსილი დაბრუნდება ქალაქში. თუმცა მთელი დრამატულობა ამ ამბის მდგომარეობს იმაში, რომ მტერი არადა არ ჩანს და ჯოვანი დროგოც ეგუება ყოველდღიურ რუტინას, რომელიც ციხესიმაგრეში და იმ ცხოვრებას, რომელიც ციხესიმაგრეში სუფევს, იმ უცვლელობას და სტაგნაციას, რომელიც არაფერს სიახლის პრინციპში არ მოასწავებს. თუმცა მას აქვს იმედი იმისა, რომ მტერი საბოლოოდ გამოჩნდება ბოლოს და ის მოიპოვებს დიდებას ამ ბრძოლაში და ამის შემდეგ დაბრუნდება ქალაქში და დაიწყებს ნამდვილ ცხოვრებას. ის ჩამოდის კიდეც პერიოდულად ქალაქში, თუმცა აღმოაჩენს და აცნობიერებს იმ ამბავს, რომ ადამიანები, რომლებიც მასთან იქამდე მეგობრობდნენ, ოჯახის წევრებიც კი უბრალოდ მასთან გაუცხოებულები არიან. ის კარგავს რაღაც თვალსაზრისით ორგანულ კავშირს ამ ადამიანებთან, რომლებთანაც ის თვლიდა, რომ აი გმირობის მოპოვის შემდეგ გააგრძელებდა ცხოვრებას. ის კარგავს ასევე კონტაქტს და საერთოს საყვარელ ადამიანთან, რომლის ცოლად შეთვის იმედიც მას ჰქონდა ამ ბრძოლის შემდეგ. და ის ბრუნდება იმედგაცრუებული ამ ციხესიმაგრეში და თვლის, რომ ერთადერთი მისი ცხოვრების გადარჩენის ერთადერთი შანსი არის სწორედ ბრძოლა მტერთან და მოპოვება იმ დიდების და სახელის, რომლის შემდეგაც ის შეძლებს ნამდვილი ცხოვრების რეალურად დაწყებას. თუმცა ამ მოლოდინში ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ გადის 35 წელი ისე, რომ მტერი არ ჩანს და ბოლოს, როდესაც მტერი მართლაც გამოჩნდება უდაბნოდან თათრების სახით, ჯოვანი დროგო იმდენად მოხუცებულია, რომ ის ავადდება და მას მოარიდებენ ბრძოლის ველს. მთელი ტრაგიკულობა და ცინიზმი ბედისა ამ ადამიანის მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ მან მთელი ცხოვრება მოანდომა იმის ლოდინს, შეალია იმის ლოდინს, რომ მტერთან ბრძოლაში რაღაც თავი გამოეჩინა და სახელი და დიდება მოეპოვებინა. აი სწორედ ტრის გამოჩენის შემდეგ ის ავადდება და განარიდებენ ბრძოლის ველს და ის რაღაც მარტოსულად უცხო გარემოში ერთ-ერთ სასტუმროში აღესრულება კიდეც. ეს არის ამბავი და ტრაგიკულობა სწორედ იმ ამბისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი იქცეს ტყვედ საკუთარი თავის, საკუთარი ილუზიების და რაღაცა იმედების და მოლოდინების ტყვედ და სწორედ ციხესიმაგრეც შეიძლება ითქვას ერთგვარი სიმბოლოა ამისა, რომ ადამიანი თავად ქმნის რაღაც ილუზიებს, მოლოდინებს და იმ შიშებს, რომელიც შეიძლება მას გააჩნდეს ცხოვრებაში და ის როგორ იქცევა ერთგვარ ტყვედ ამ თავის მიერ შექმნილი მოლოდინებისა, რომელიც მას ნაბიჯის გადადგმას და მოქმედებას უზღუდავს. და მთავარი ბრძოლა, რომელიც შეიძლება ადამიანმა sakუთარ თავს დაუსახლოს, შეიძლება ითქვას ავტორის აზრით, გადის არა იმაზე, რომ ადამიანი შეებრძოლოს რაღაცა გარე მტერს, არამედ
ერთადერთი ბრძოლა შეიძლება ითქვას, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამართოს, ეს არის ბრძოლა საკუთარ თავში. ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რომ დაამარცხოს საკუთარ თავში პირველ რიგში ეს რაღაცა ილუზიები, შიშები და უაზრო მოლოდინები, რომელიც შეიძლება ნამდვილ ცხოვრებას ხელიდან გაცვლიდეს. და სწორედ ამის შემდეგ არის პრინციპში შესაძლებელი და ერთადერთი რეალური გზა იმისთვის, რომ აი საკუთარ თავში ამ შიშების და მოლოდინების და ილუზიების დამსხვრევა არის ერთადერთი გზა პრინციპში იმისთვის, რომ ადამიანმა მოიპოვოს საბოლოო ჯამში სულიერი სიმშვიდე და ნეტარება.